რა ენერგიებით ხართ მოცული, რით ხართ მოსული დღეს ჩემთან და რა გელოდებათ მომავალში. ბალანსისთვის შეგძლიათ დაალაიქოთ ვიდეო, გაიმეტოთ თუნდაც რამე თბილი დადებითი კომენტარი ჩემთვის, სამყაროსთვის, საკუთარი თავისთვის სულ ერთია. მთავარია გავცეთ თბილი ენერგიები. ნახოთ რა ენერგიებში ხართ. რა არის თქვენი მთავარი საფიქრალი და საზრუნავი? ფიქრი კი ბევრი გიჩანს სხვათა შორის დღეს ჯეინ ოსტინის დასწრით ვაკეთებთ გაშლას. შესაძლებელია თქვენ სირგვლივ რაღაც საკითხზე ბნელა და სიბნელეში ეძებთ სიცხადეს. ან რაღაცის განათება გინდათ, რაღაცაზე პასუხის მიღება გჭირდება. ცოტა მარტოსულობის განცდა შეიძლება გქონდეთ რაღაც მომენტში. ფიქრობთ, რომ ყველა მიმატოვა ან მარტო დავრჩი ჩემს თავთან, ან დავიღალი ამდენი გამოცდილების მიღებით, დავითრგუნი აღარ შემიძლია, როდემდე უნდა ვიყო ესე ბევრი ფიქრები და ბევრი ესეთი მოცულობით საკითხები არის. მატერიალურ საკითხებზეც გიჩნევთ სხვათა შორის ფიქრი. შესაძლებელია რაღაცა პერსპექტივის ეძებთ, ან უკეთეს გამოსავალს ეძებთ, ან რაღაც უკეთესის მოლოდინში ხართ, მაგრამ ეძებთ და ჯერ არ აჩვენს თითქოს ბოლომდე პასუხები. ეხლა კიდე, ვისაც პირადში გვაქვს პრობლემები, მატერიალურს თავი დავანებოთ. ფიქრი გიჩანთ ადამიანის მიმართ, ძალიან ბევრი ფიქრი. შესაძლებელია გამოსულიც ხართ, წასულიც ხართ, ან დასრულდა ეს ურთიერთობა, ან რაღაცა სიტუაციას გაეშვით, ფიზიკურად არ ხართ, მაგრამ გონებრივად ჯერ კიდევ იქ ხართ და აანალიზებთ იქ რა ხდებოდა, რა მოხდა, როგორ წავა, რა მიმართულებით წავა. შეიძლება მიმართულება ეხლა გაურკვეველია, ანუ ერთი მომენტია, რომ იქ სადაც იყავით, აშკარად თქვენი ადგილი აღარ იყო, მაგრამ ჯერ საით მიდიხართ, ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ არის. აქ პიროვნება ამოდის და აი ეს ამ პიროვნებასთან დაკავშირებით ჩანს ძალიან ბევრი თქვენი ფიქრი, კითხვის ნიშნები გაქვთ აქ რაღაცებში, არ ახართ ბოლომდე დარწმუნებულები, შეიძლება გამოსულები ხართ, მაგრამ მაინც კიდე გეფიქრებათ ამ ადამიანის ირგვლივ. ნახოთ აბა რა იქნება თქვენს ცხოვრებაში, რა მიმართულებით წავა ეს თქვენი საფიქრალსადარდებლები, როგორ განვითარდება. სხვაჩვენს არა უშავს, კარგად წავა და კარგად განვითარდება. აქ შესაძლებელია ვიღაცა დაგეხმაროთ, ან ვიღაცისგან ძალიან ისეთი კარგი რჩევები მიიღოთ, ან გვერდში დაგიდგეთ, ან მასწავლებელივით იყოს, ან მენტორივით, ან ფსიქოლოგივით, ან ასტროლოგები ზოგჯერ ესეთ გვევლინებიან ასეთ როლში. დაგეხმარებათ ვიღაცა, შეიძლება ოჯახის წევრიც იყოს, ან ოჯახის უფროსი, მაგალითად გავლენიანი, ვისაც სიბრძნე აქვს, ცოდნა აქვს, სიტყვა ეთქმის, აი გურუს მომენტი შეიძლება იყოს. რაღაცების გადათამაშება, გადაადგილება, ცვლილებები იქნება თქვენ ცხოვრებაში უკეთესობისკენ, სხვათა შორის დეკორაციები და სიტუაცია შეიძლება ისე ეხლა რომ წამოხვედით, პრინციპში უკეთესობისკენ წახვალთ რა, არ იქნება ცუდი სიტუაცია. აქ თუ მაგალითად ურთიერთობაში და სერიოზულობა გინდოდათ, შესაძლებელია გარკვეული სიცხადე და სერიოზულობა შემოვიდეს, ეს ბევრი ფიქრი წავა, შედეგებს მიიღებთ. აქ აქტიური მოქმედებები, აქტიური თვითგანვითარება, შეიძლება შემოქმედებითი საქმიანობაც იყოს, ზოგიერთ თქვენთაგან ხელოვნება, მუსიკა, ესეთი რაღაცები და დაკავდეთ თუ მაგალითად გაინტერესებთ ხომ საჯარო გაშლა და ყველას განსხვავებული ინდივიდუალური ენერგიები გვაქვს. შესაძლებელია იყოს ეს მომენტიც, ან რაღაც საქმის მოწესრიგება, აწყობა, დალაგება, აი რაღაც მატერიალურ საკითხების გაუმჯობესება მგონია რომ შეიძლება იყოს და აი პერსპექტივა რისიც ეხლა არ გჯერათ და ან კი აკეთებთ, მაგრამ ბოლომდე რო არ ხართ დარწმუნებულები, იდეაში იყავით თქვენს თავში დარწმუნებულები, რადგან მოგიტანთ შედეგს და მოგიტანთ პერსპექტივას. არ ხართ თქვენ პერსპექტივულ ადამიანები ნამდვილად ამ მოცემულ მომენტში. მოდით ერთი რჩევაც ამოვიღოთ. მაინც საინტერესოა ამ ეტაპის გადალახვისთვის, როგორ ჯობია მიუდგეთ საკითხებს. სიფრთხილით მიუდექით, ყველა შემთხვევაში რაღაცა მგონია რომ შეიძლება აქ ცოტა დამაფიქრებელი სიტუაციები იყოს. არ იჩქაროთ, ნაბიჯ-ნელა მიყევით თქვენს ჩანაფიქრებს, დაისახეთ მიზანი და აუცილებლად შეგისრულდებათ. სიახლეებზე იფიქრეთ. აქ მგონია რომ თუ პარტნიორი ან საქმის თემაში, ან რაღაცა ესეთ სიტუაციაში მეორე ადამიანი, ვინც ყველაზე ახლოს გყავთ, მასთან იყავით ფრთხილად და ყურადღებით. შეიძლება ზურგს უკან რაღაცებს ხლართავდეს და ცოტა მტრული და მოკიდებულება გქონდეს. მე ვერ ვიტყვი რომ დიდად რამეს გავნებთ, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივათ ენდე, მაგრამ გადაამოწმე, აი ეს სიტუაცია შეიძლება გქონდეთ. აქ შეიძლება პარტნიორი შეყვარებულიც იყოს, შეიძლება უბრალოდ საქმეში ან ბიზნესში ან მეგობრულ სიტუაციაში ვიღაცა ძალიან ენდობით, მაგრამ ჯობია რომ
კარგად გადაამოწმოთ სიტუაციები, სიმშვიდით მიუდექით, იმედით განიმსჭვალეთ და დაიწყეთ პრაქტიკული მოქმედება. იმედი კარგია, მაგრამ იმ ოცნებისკენ, იმ მიზნისკენ სიარული უნდა დაიწყოთ, რომ მოიზიდოთ უფრო სწრაფად, მარტივად თქვენთვის სასურველი რეალობა. თუ მოგეწონათ ვიდეო, ისევ და ისევ შეგიძლიათ დაალაიქოთ. პირადი გაშლებითაც მომწერეთ პირად შეტყობინებებში. მადლობა ყურადღებისთვის და ბედნიერებას გისურვებთ მთელი სულით და გულით.